ამ ვიდეოში ნახავთ ინოვაციურ პროცედურას, რომლის დახმარებითაც ქირურგებს შეუძლიათ მოტეხილი მალის მინიმალ ინვაზიურად მკურნალობა. ეს არის ხერხემლის მალა, ესე გამოიყურება ორი შრით ძვალში, ერთი არის სპონგიოზა, ანუ ღრუბლისებრი, რომელიც შიგნით არის და მეორე კომპაქტური შრე, რომელიც გარედან ერტყმის ამ სპონგიოზას. ამ პროცედურას სამედიცინო ენაზე ვერტებრულ პლასტიკა და კიფოპლასტიკა ჰქვია და როგორც ნახეთ, ამ ორი პატარა განაკვეთით ხდება მიდგომა უშუალოდ დაზიანებულ მალასთან და შემდგომ ამ ტროაკარებით ხდება ამ ძვლოვანი ქსოვილის გახრეტა, სადაც ქირურგი უშუალოდ მოხდება ღრუბლისებრ ნივთიერებაში ამ ძვლის. ამის შემდეგ მაგალითად ვერტებრულ პლასტიკის შემთხვევაში პირდაპირ ხდება ღრუბლისებრ ნივთიერებაში ძვლოვანი ცემენტის შეყვანა, რათა სტაბილურობა დაუბრუნოს ამ ცემენტმა მოტეხილ მალას. კიფოპლასტიკის შემთხვევაში კი პირველ რიგში ხდება მსგავსი მოწყობილობის გაბერვა შიგნით ამ სპონგიოზურ ნივთიერებაში, რათა ამ მალამ დაიბრუნოს თავისი სიმაღლე და ამის შემდეგ ხდება ამ ძვლოვანი ცემენტის შეყვანა და სტაბილურობის დაბრუნება. აი ესე გამოიყურება ეს პროცედურა რეალურად საოპერაციო მაგიდაზე, ამ რენტგენოლოგიური კონტროლით ხდება რა თქმა უნდა იმ ყველა მოძრაობის კონტროლირება, რასაც ქირურგი ასრულებს და ყველა ეტაპის. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველანაირი ხერხემლის მალის მოტეხილობის დროს ეს პროცედურები არ გამოიყენება. მსგავსი მიდგომის გამოყენება ყველაზე ეფექტურია კომპრესიული ტიპის მოტეხილობების დროს, რასაც უშუალოდ ვიდეოზე ხედავთ.